საქართველოს აღმასრულებელ საქართველოს ხელისუფლებაში ზოგადად და მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ არა იმდენად სასაცილო, რამდენადაც დასაცინი პირები უფრო არიან. ხშირ შემთხვევაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ირაკლი გობახიძის და სხვათა გადაწყვეტილებები უბრალოდ ლოგიკურ ახსნას არ დაერექვემდებარება და აქედან გამომდინარე რიგითი მოქალაქეები მათ თუ დასცინებენ ირაკლი გობახიძეს და სხვებს ეს გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს. ისინი თავადაც ვერ ასაბუთებენ რატომ მიიღეს ეს ან ის ან მეორე ან მესამე ან მეშვიდე ან 57 გადაწყვეტილება ვერ ასაბუთებენ და ასე გგონია ასეთ შთაბეჭდილება დაგრჩება კაც რომ თამაშობაში არიან იმ ქვეყანაში რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რომელიც უზარმაზარი გამოწვევების წინაშეა. ყველა არა რასაკვირველია, მაგრამ მათი ბევრი განცხადება, ყველა არა, მაგრამ რასაკვირველია ბევრი გადაწყვეტილება სწორედაც რომ არა, იმდენად სასაცილო, რამდენადაც დასაცინი უფრო. მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებს. ისი თქვენ რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო წინა მოწვევისა, თუ არ ვწდები ამ მოწვევისაც. ხო, ამ მოწვევის მე მგონი არა. არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა მამუკა მდინარაძე, რომელიც აგრესიულობითაც გამოირჩეოდა და მის მიმართ აგრესიულობითაც გამოირჩეოდნენ მიზესთა გამო. აი, მის მიმართ აგრესიულობის თვალსაჩინოება არის ის, რომ ალეკო ელისაშვილმა იმ ხანად დეპუტატმა სწორედ ხსენებულ მამუკა მდინარაძეს ყბაში მოსდო. სხვათა შორის ვერსია იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილის ტერორისტად შერაცხვა მამუკა მდინარაძის ბრალიც ბჭყალებში დამსახურებაც არის, საკმაოდ საფუძვლიანად მეჩვენება მე. მე მგონია რომ ეს იყო მათ შორის მამუკა მდინარაძის ერთგვარი შურისძიება, ერთგვარი ვენდეტა. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ალეკო ელისაშვილის მიმართ საერთოდაც მგონია რომ სუსი ემუშავებოდა ისე რომ ალეკო ელისაშვილი თავადაც ვერ ხვდებოდა, რას ჩადიოდა, ემუშავებოდა და აგულიანებდა, ემუშავებოდა და უბიძგებდა, რომ ალეკო ელისაშვილს გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, რასაკვირველია, ის მისასალმებელი არ არის, ხაზგასმით ვამბობ ამას, ხაზგასმით ვიტყვი, აი ის რომ შევარდება სასამართლოში ეს კადრები ყველამ ვიცით, პრინციპში ხო ერთადერთი მტკიცებულებაა. ეგ რა მაგის პასუხი, ანუ მოტივი არ ვიცით, საიდან წამოვიდა, რატო წამოვიდა, ვის შეხვდა მანამდე, მერე ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და არაფერი არ ვიცით ამის თაობაზე. პროკურატურას ერთადერთი არგუმენტი აქვს, ერთადერთი მტკიცებულება აქვს ალეკო ელისაშვილის მიმართ, მაგრამ მე სხვა ვერსიას ვარ ვითარებ. ახლა მე მგონია რომ სუსი ემუშავებოდა მამუკა მდინარაძის, სუსი გააკეთებინა ეს ყველაფერი ალეკო ელისაშვილს და ალეკო ელისაშვილი ასე გამოიჭირა სწორედ ხსენებულმა მამუკა მდინარაძემ, მაგრამ მიზესთა გამო ეს გენერალი კაცი მას გენერალობა მერე მისცეს, მამუკა მდინარაძე გაანთავისუფლეს თანამდებობიდან და უკვე შემდგომ ის თავრობის ადმინისტრაციაში სხვა სიტყვას ვერ მოვიშველიებ თქვენის ნებართვით დაასაქმეს და ჩააბარეს არ მინდა შემეშალოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც თავის მხრივ კოორდინაცია უნდა გაეწია ამ სახელმწიფო მინისტრს ძალოვანი უწყებებისთვის, თავდაცვის უწყებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ხსენებული სუსისთვის, მაგალითად იმისთვის კიდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის რამდენადაც ხვდები და ასე შემდეგ. ოღონდ ალბათ მაინც ბიზი და ივანიშვილის ექსკლუზიური გადაწყვეტილებით, იმპერატიული გადაწყვეტილებით, მამუკა მდინარაძეს ჩვენ კი ვარაუდობდით 12, 14, 15, 20 კაცს მიახმარდნენ და უნიშნავდნენ თანაშემწეებად, რიგით თანამშრომლებად, თავარ თუ ჩვეულებრივ სპეციალისტებად, რომლებიც რაღაცა ინფორმაციას მაინც მიაწვდნენ ამ უკვე შემდგომ გენერალ-პოლკოვნიკ კაცს, მაგრამ მამუკა მდინარაძეს ხალხი არ შეაშველეს, ხალხი არ დაახმარეს და ის იყო უპორტფელო მინისტრი, უპორტფელო მინისტრი უპორტფელობის გარეშე, სტაფის გარეშე, თანაშემწეების გარეშე. მაგრამ ირაკლი გობახიძე მეგობრებს, როგორც ჩანს, გასაჭირში არ ტოვებს. თუ ამას გასაჭირი ჰქვია, მე არ ვიცი ცხადია შრომის არაზღაურების ოდენობა მამუკა მდინარაძისა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ის არ იქნებოდა თქვა 5, 7, 10,000 ლარზე ნაკლები, 7,000 ლარზე, 8,000 ლარზე ნაკლები და მამუკა მდინარაძე უსაქმოდ იყო დარჩენილი. ხო და თავრობის ადმინისტრაციაში იფიქრეს, თავრობაში იფიქრეს და მამუკა მდინარაძეს მოუფიქრეს ერთი თანამდებობა და ამ 30 წუთის წინ ირაკლი გობახიძე პრემიერს რომ უწოდებს საკუთარ თავს,
გამობრძანდა სპეციალურ ბრიფინგზე, ეს არის სტოპ კადრი, მაინც და უკვე შემდგომ გადავახვევთ და გაჩვენებთ და მოგასმენინებთ რა ბრძანა ირაკლი კობახიძემ გვერდში მისგან მარჯვნივ, კობახიძისაგან მარჯვნივ, მას სწორედ მამუკა მდინარაძე ამოუდგება და ისიც თავის სიტყვას იტყვის. რა თამაშობაა ეს მე ვერ გეტყვით, უბრალოდ გავაანალიზოთ ერთგვარად არა, მაგრამ დასაცინები რო არიან მათ შორის ამ გადაწყვეტილების გამოც, ეს გზადაგზა გამოჩნდება ჩვენს მსჯელობაშიც და ჩვენს თუ ბევრს არა ცოტას მაინც ვიცინებთ, როდესაც ჯერ ირაკლი კობახიძეს, ხოლო უკვე შემდგომ მამუკა მდინარაძეს მოусმენთ. გადავახვიოთ. აი ეს ალოდინეს მათ, როგორც მე ვხვდები, კარგა ხანი და დაახლოებით 5 და 20 წლის შემდეგ ირაკლი კობახიძე გამოჩნდა მამუკა მდინარაძესთან ერთად. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ საქართველოს საერთო სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გაუშვეს, გაამწესეს ეს გენერალი ოდესღაც სუსის უფროსი კაცი. თუ მკითხავთ ეს დაქვეითება არის თუ არა, რა საკვირველი დაქვეითება? რა რეგიონული, ამასთან მსგავსი სტრუქტურა უკვე არსებობდა კიდეც, კახაგულედანი იყო მინისტრი, ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, უფრო ზუსტი რო ვიყო, თავად პრემიერად წოდებული ამახვილებს ამაზე ყურადღებას და ჩვენს შესაბამისად კომენტარს გაგაცნობთ ჩვენსას ამასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძესთვის მოიფიქრეს რაღაც თანამდებობა რეგიონული რაც ერქვევს, დიახ, დავიდან აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ოდიში მე არასწორად ვთქვი, როგორც ჩანს სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეუტანია შესაბამისად თავდაცვის უწყებებას ახლა გამახსენდა და ალბათ ეს უფრო სწორი რედაქციაა, რასაც ახლა მე მოგახსენებთ, არასწორია. ანუ პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსის კოორდინატორი იყო როგორც სახელმწიფო უპორტფელო მინისტრი. დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გაძლევს შეასრულებას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყოფთ. ანუ იმ თანამდებობას, რაც ეს დანიშნეს, იმ თანამდებობას, რაც ეს დანიშნეს მამუკა მდინარაძე, აუქმებენ ახლა, აი რა თამაშოა სახელმწიფოებისთვის. ერთის მხრივ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ უფს დანიშნონ, შექმნან ის სახელმწიფო მინისტრის აპარატიც არ შეუქმნიათ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მერე უცებ რაღაც 3-4 თვეში გააუქმეს, ეხლა შეიძლება ის გააუქმონ, ეს გამოაუქმონ და ასე შემდეგ. განვაგრძოთ. დასაცინები არიან, აბარა. უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. აი ეს ძალიან საინტერესო პასაჟია ხოთა შორის. რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება არის საჭირო მათთვის დაუცილებელი, იმიტომ ალბათ, მაინც ასე თქვა თქვენის ნებართვით დასაცინები კი არიან, მაგრამ მაინც რომ იქ როგორც ჩანს რეგიონებში მათ ისინი მოისუსტებენ. რა თუ რამისთვის ემზადებიან აგასე მაგალითად არჩევნებისთვის 26 წელს ალბათ ვეღარ, მაგრამ 28 წელს ხო ნამდვილად რეგიონებში მათ სჭირდებათ მამუკა მდინარაძის სახით კაცრი ხელი. და აღარ ენდობიან მომიჯნავე სამინისტროს ხელმძღვანელ კარგ კაცს, მე ვაკებ ხოლმე კახაგულედანს, გაგიკვირდებათ და კახაგულედანს, რომელიც ეგრა მაგის პასუხია იტყვის კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გადახავთ კახაგულედანს ვაკებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვიცნობ და მეორე ის მასზე არც მსმენია, რომ ის კორუმპირებულია, რაღაც სულ საქმეებს ჩადის, ერთი ავისი არ მიწყეს ბატონი გულედანი, ერთი ბუნჩულა კაცია, ამათთან შედარებით კახაგულედანი არის, რა ვიცი, წითელ წიგნში შესატანი კაი კონოტაციით, კარგი კონოტაციით, პოლიტიკოსი თუ პოლიტიკოსი ჰქვია მას. ერთი ავისა ისეთი კაცია რა. თავის საქმეს რომ არ დააღალატებს ქვეყანას და არ დააღალატებს თავის საქმეს. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე კი არა. იქ რეალურად სუსის პროკურატურის კოორდინაციაზე იქნება რეგიონებში ამაზე პასუხისმგებელი. რომ იქნება მოჭიმონ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჭანჭიკები მოეშვათ, იმიტომ რომ რაღაცისთვის შესაძლოა თუნდაც 28 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ამგვარი რკინის გენერალ მდინარაძის ხელი სჭირდება თან ამავდროულად გავბედავ და ვიტყვი ასე ინტრიგების მხლართველი კაცის
ხელი სჭირდებათ ხმართველი კაცი სჭირდებათ რეგიონებში ოღონდ ეგ რა მაგის პასუხი არის თბილისში იქნება არ გეგონოთ რომ სადმე ხოროწყუში წავა მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს შენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამგამ დინარაზე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად ანუ რაღაცა სამინისტროს ქმნიან და გამომდინარეზე გახდება მინისტრი და რეგიონული განვითარების სამინისტრო ესე ქვია ბოდიში ხია 10 წამით გადავახვიოთ უკან ის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს შენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამგამ დინარაზე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდა. ანუ ეხლა ვერასწრებენ იმიტომ რომ საპარლამენტო სესიები არ იმართება რამდენადაც ხვდები და კახაგულედანის უწყება საერთოდ გააუქმებენ, მაგრამ კახაგულედანიც ხო უნდა დაეკმაყოფილებინათ და როგორც გითხარით ის გადახავთ განვითარების მოქმედი მინისტრი ბატონი კახაგულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის სასაცილოები არ არიან მადლობა მინდა გადავუხადო კახაგულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალ პროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე სექტემბრის პირველ კვირამდე გამდინარეზე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება. მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი. აი რატო დაჩქარებული წესით? ესე იგი სადღაც უნდათ უკაცრავად რასაკვირველია, თლად კარგი ზმნა არ არის ეხლა რომელსაც მოვიშველიებ, მაგრამ მაინც უნდათ რომ შეტენონ მამუკამდინარაძე. კობახიძეს უნდა და ალბათ ბიძინა ივანიშვილთან გადათანხმებულია ეს ყველაფერი. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. ამ გამდინარეზე სუსურებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულებამ ამ გამდინარეზე როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და კახაგულედანი რატო ვერ უძღვებოდა? კახაგულედანი, რომელიც ესეთი ტექნოკრატი კაცი იყო, რომელსაც რაღაც პროექტები ესმოდა, ამა თუ იმ სოფლის საჭიროებაზე პრინციპში საუბრობდა, არ საუბრობდა, მაგრამ რაღაც ხედავდა ამა თუ იმ რეგიონის, ქალაქის, სოფლის, რავის დაბის საჭიროებაზე ლაპარაკ. მამუკამდინარაძე ხო იმ ხიდების, სკოლების, ან ბაგაბაღების, ან წყლის პრობლემების, აი სადაც ვარ, ეხლა წყლის პრობლემაა ამ სოფელს. ხო ამით ხო არ იქნება დაკავებული. ის ხო იქნება დაკავებული, რომ ამ სოფელში იქნება თუ არა ყავს ამ სოფელს, მაინც და მაინც მოძებნოს ძალოვანი, ანუ აგენტურა უფრო ზუსტი რომ იყოს უსისა, რომელსაც დაელაპარაკება, რომელსაც გარკვეული ანაზღაურებაც ექნება და რომელიც ზედმიწევრით კარგად ჩააბარებს, რომ მეზობელი, რა ვიცი, მაყვალა და მეზობელი, რა ვიცი, რა ქვია რაღაც ნათია, ისინი რაღაც ოპოზიციურად განწყობილები არიან. ეს არის ეს იქნება მამუკამდინარაძის ფუნქცია და არა ის, რაც კახაგულედანის ფუნქცია მისია იყო, რომ იქნება ამ სოფელს არა აქვს წყალი, ან რა ვიცი, გაზმომარაგება, ყველა საქმე პირობითად გაზმომარაგება და იქნება და უზრუნველყოთ გაზმომარაგებით ეს კონკრეტული სოფელი არ დავასახელებ ეხლა ვინმეს რო არ ეგონოს, როგორც სოფელში ვარ, ვინმეს რო არ ეგონოს, რომ ეხლა მე აქედან ვინმეს ამე მესიჯს უთვლი იმასთან დაკავშირებით. წყალი მაინც და მაინც გაიგო, თუმცა დიდი სოფელია, სადაც ვარ, ეხლა გულახდილად გეტყვით, კომლების რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მოზრდილი სოფელია, მომიჯნავე სოფელს, გვერდითას სოფელს და გვერდითას სოფელს წყალი რამდენიც ვიცი აქვს. და აქვე ვიტყვი, რომ ამ სოფელს თუ მაინც და მაინც გინდათ რომ გაიგოთ, ამ სოფელს დაჰპირდნენ 2023-ში, 24-ში, 25-ში 26-ში წყლის გაკეთებას მუდმივ წყალზეა საუბარი, მოდის ორ დღეში ერთხელ რაღაც ნახევარი საათით ჩვენთან მოწანწკარებს და 22-დან პირდებოდნენ 26-ში ჩათვლით და წყალი არ გაკეთებულა. მაინც და მაინც საჯაროდ უნდა ვთქვა, რომ სოფელს მე აქ ვარ 2 თვის განმავლობაში. სოფელს სჭირდება წყალი? თუ მამუკამდინარაძეს უნდა მიმართო. კახაგულედანს კიდე მიმართავდა კაცი, იმიტომ რომ კაკი გითხარით, რომ ის ამგვარი საკითხებით დაინტერესებული გულმტკივანი კაცი, დაფიქრებული კაცი იყო. არა, კახაგულედანსაც შეიძლება მიმართო როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, თუმცა არც ამას გავაკეთებ გულახდილად გეტყვით მე, იმიტომ რომ მათ შორის ბატონ კახას არ შევუქმნი რაღაც
ხერხულობას, რომ აი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გიორგი დაბლიაშვილი მიმართავს რაღაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ჩემი სახელით ყოველ შემთხვევაში შემოაწყდა ამგვარი განცხადება, ცხადი არ შევა, რაც არ უნდა კარგი დამოკიდებულება, არც ვიცნობ გულედანაც წესიერად ერთხელ ყავს თანახი მქონდეს მე მის მიმართ. მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოს ყველაზე უკეთ შეუძლია. დიდი მადლობა. ახლა უკვე დინარაძე იკავებს ამ ტრიბუნას და საინტერესო რამეს ამბობს. ნახეთ, ერთი მხრივ, მეორე მხრივ გამოწვევა ძალიან დიდი. მე მინდა მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ის ვიხდებასობაში. ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო. რეგიონები დღეს ჩვენთვის ბევრი გვისაუბრია ამაზე, არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან, ჩვენ გუნდშიც, პრემიერთან, სხვა მინისტრებთან. მოგონი ბიზნესს უნდა ეხსენებინა, კარგი იქნებოდა. ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი გამოწვევასთან ერთად, ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი, რაც შეიძლება და ამ გამოწვევის განკარგებასთან ბრძოლაში. ამას გონია რომ უფრო გამოკვეთილად იტყვის გერებს, ვით უფრო დამაჯერებელი იქნება. მოახმაროთ ჩვენ. სასაცილო არ არის, სასაცილო. როგორც აქამდე ვაკეთებდი. აი ხლა არის შემდეგი პასაჟი თუ არ ვწდები. ჩვენი გუნდის ლიდერების უნდობით ამას ყველაფერს შევძლებ და შევასრულებ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებების უსურვებ ყველას. მადლობა კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო სამართლის სამსახურის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის. სწორედ ამ 4 უწყებას დაეყრდნობა. აი თუ სტაფს მისცემენ და ალბათ მისცემენ მამუკა მდინარაძის სტაფს, ხო? ეყოლება რაღაც სახელმწიფო მინისტრი ხდება მაინც და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაში ინარჩუნებს. ხო, სწორედ ამ უწყებებს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სუს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაეყრდნობა მამუკა მდინარაძე. რა თამაშობებია ეს? რეგიონების მოჭიმვა უნდათ. რა თამაშობებია ეს? მეტი კონტროლის დამყარება უნდათ იმ რეგიონებზე განსაკუთრებით, რომლებიც ვინისის და ხელიდან მიურბის ეს რეგიონები, რომლებშიც მეტი და მეტი კრიტიკულად განწყობილი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირი ჩნდება ბუნებრივად და მათ სჭირდებათ აგენტურა იმ სოფელში, აგენტურა იმ ქალაქში, აგენტურა იმ რეგიონში, აგენტურა იმ რაიონში, იმ რეგიონში და ასე შემდეგ და კახაგულედანი ამას რასაკვირველია ვერ ახერხებდა. მამუკა მდინარაძე კი როგორც ძალოვანი, თუმცა მისი ძალოვანობა რა ვთქვი მე, მაგრამ მაინც გენერალ-პოლკოვნიკი კაცია, კახაგულედანი ვერ ახერხებდა, მამუკა მდინარაძე კი მოახერხებს, მოჭიმავს ხალხს ასე რომ ამბობენ ხოლმე, მაგრამ ამბავიც ის არის, რომ ვერანაირი მამუკა მდინარაძე კი არა. ვინ დავასახელოთ? ფუშე. იცით ვინ არის ფუშე? ნაპოლეონის მთავრობაში ვინ იყო? ფუშეც კი ტალეირანიც რომ დანიშნო, ტალეირანობამდე მით უფრო ბევრი უკლია მამუკა მდინარაძეს, მაგრამ მაინც. მოკლედ, არ ვიცი, რიშელიეც რომ დანიშნო. ახლა რიშელიეზე ხო სული სტერეოტიპი გვაქვს ჩვენ გავრცელებული დიუმას ნაწარმოების და გამო ხო კარდა რიშელი უზარმაზარი მასშტაბის საფრანგეთის ერთ-ერთი შემქმნელი კაცია მეთქი ასე ვიტყვი. მოკლედ რიშელიეც რო დანიშნო ახლა მამუკა მდინარაძე სადაც დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად იმ თანამდებობაზე ვერაფერი მათ ვერ უშველით. იმიტომ რომ ალბათ მაინც 28 წელს იქნება არჩევნები. და 28 წელს თუ იქნება არჩევნები და აუცილებლად იქნება ეხლა თუ კოლუმბიის მოგასწავათ ნიკარაგუის ლიდერს ორტეგას არ მიბაძა ბიზინა ივანიშვილმა და არჩევნები არ გააუქმება საერთოდ არჩევნები თუ იქნება და ნორმალურ გარემოში თუ არსებობს ამის იოტისოდენა შანსი რომ ჩატარდება არჩევნებშიც კი ბიზინა ივანიშვილის გუნდი რაც საკვირველია მარცხდება. ეს რომ ვიცოდეთ მათ შორის საერთაშორისო კონიუნქტურა იქნება შექმნილი იმგვარი რომელიც ბიზინა ივანიშვილის გამარჯვების შანსს პრაქტიკულად არ დაუტოვებს. მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ, არჩევნები იქნება თუ არა, საბოლოო ჯამში არ ვიცით, ან როგორი ტიპის არჩევნები იქნება, თუ იმას არჩევნები რა ეწოდება საერთოდ ოზრვაში. ან ოპოზიცია მიიღებს თუ რა მონაწილეობას პროცესში მარცხდება. ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება და არა თუ მამუკა მდინარაძე, არამედ დავასახელეთ ტალეირანი, ფუშე დავასახელეთ მანამდე. ბისმარკი დავასახელეთ, ადაგვისახელებია, ეხლა დავასახელოთ ან რა ვიცი, კარდინალი რიშელიეც რომ დანიშნო
თანამდებობაზე და მას ჩააბარო ფუშეს ან დრუჟეს იმავე ნაპოლეონის გარიდან რომ ჩააბარო მართლობა ხო ვერაფერს ისინი ვერ გახდებიან ქართული ოცნება მარცხდება პროცესში ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი სასაცილო არ ვიცი მაგრამ დასაცილები კი ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არიან. ნახვამდის